გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ონლაინ მაყურებლებო. დღეს ჩვენი სტუმარი საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანია. ის არის ომის ვეტერანი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დამსახურებული ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გადაიტანა მართალი სიტყვისთვის, ის ციხეში იჯდა უსამართლოდ და არა მარტო ის, არამედ მისი ოჯახის წევრებიც, გამომდინარე სოციალური პრობლემატიკა და უსამართლო ტალახის როლა მან კარგად იცის, რას ნიშნავს და სრულადაც არ ყოფილა შემთხვევითი, როდესაც ის ადგა და მოინახულა 19 წლის საქართველოს მოქალაქე ციხეში, რომელსაც საზარელი მკვლელობა ბრალდება. მე ვიტყოდი, რომ ბრალდება და ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და მომიტევეთ თუ ეს სუბიექტური აზრია, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ფაქტები ანიშნებს იმაზე, რომ ეს მკვლელობა არის გეოპოლიტიკური ხასიათის და ჩვენ გავიხსენოთ 90-იანებში მოკლული ვუდროფის საქმეც, რომელიც დააძანგავდა ამ ყველაფერს და არა თუ მარტო გავიხსენოთ, ისიც გავიხსენოთ, რომ პატივცემული სმიტების ოჯახი, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ ამერიკის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გამოძევებული იქნენ აზერბაიჯანიდან, ხოლო მაიკლ სმიტის ძმა საერთოდ დაიკარგა აზერბაიჯანში. თავიდან ბოლომდე საქმე ძალიან ბუნდოვანია, თქვა, ვერ ვიტყვი, ვინც ამას პროფესიული თვალით უყურებს, მისთვის ყველაფერი ცხადია, მაგრამ მაინც საქართველოში ყველაფერი სენსიტივებზე გადის და რადგან ეს ასე გადის, სამართალს გონია, რომ სენსიტივებით გავა ფონს. ბრჭყალებში სამართალს, რომელსაც ბევრი უსამართლო ადამიანი იქნის დღეს. ბატონო ემზარე, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამარჯობათ, მივესალმები რადიო მსმენელს, მივესალმები სრულიად საქართველოს და რადიოს კიდევ უსურვებ, რომ კეთილი იყოს ჩემი ფეხი, პირველად ვარ ამ რადიოში. 107 და 9 რა. კი, ჩვენი ეთერი ყოველთვის ღია სიმართლისთვის. პირველად გავიგე ახლა თქვენ რო თქვით, რომ ძმა დაკარგული დაიკარგა ძმა, ისე ასე ვრცელდება ღია წყაროებით ეს ინფორმაცია და გამოძევებული იქნენ ისინი აზერბაიჯანიდან, როდესაც იქედან გამოაძევეს ამერიკის ელჩი. მოკლედ დავიწყოთ იქიდან, რომ ქალბატონი ლომჯარია იმყოფებოდა პარლამენტში, როდესაც ახალი საცხაერთი 6 თვის მომხდარი იყო, მგონი თუ 3 თვის არ მახსოვს ზუსტად. დავკითხე თუ დაინტერესდა თვითონ სახალხო დამცველი ამ ფაქტით და საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახალგაზრდა ბავშვი შეიძლება ითქვას 19 წლის, აი ამ საზარელი მკვლელობის ეჭვმიტანილი იყო, თუ დაინტერესდა და თუ მივიდა და თუ გაესაუბრა. რადგან ჭორები დადიოდა უკვე ხალხში, მოსახლეობაში, რომ ეჭვი ქონდა ხალხს, რომ მაგის ჩამდენი იყო. ქალბატონმა ლომჯარიამ მითხრა, რომ მისი თანამშრომლები იყვნენ მისული ციხეზე, მაგრამ იმან თვითონ კობაურმა არ ისურვა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრა. მე დავწერე განცხადება, ცოტა გამიწელეს რა თქმა უნდა, რატომღაც გაიწელა ვადებში მაგისი ნახვა, მაგრამ მაინც მივაღწია იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარესაგან ჩავედი და მოვინახულებ. სანამ მოვინახულებდი, მე კითხვა დაუსვი ცეხის თანამშრომლებს და ვკითხე, რომ თუ იყო ლომჯარიას თანამშრომლები მოსული და რატო უთხრა ვარი კობაურმა მაგათ შეხვედრაზე. ცეხის თანამშრომლებმაც მითხრეს, რომ არანაირი მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, არავინ არ დაინტერესებულა ამ ბავშვით და არც ყოფილა მაგენი მოსულები. მოვიდნენ გუშინ წინ და არაფერი პრობლემა შეხვდა და მოინახულეს უსმინესო მაგასო. ანუ ლომჯარიამ ან მას მოატყუილეს, ან ლომჯარიამ მარტო მე არა, მთელი პარლამენტი მოგატყუილა. მე კითხვა დავსვი უბრალოდ. ეხლა მაგასთან დაკავშირებით, რომ გამოვიდა ჯერ პირველი შეხედვით შეგიძლია თქვა, რომ შეუძლებელია ნახევრად კაცმა შეიძლება ითქვას, პატარა ბიჭმა ასეთი რამე ასეთი საზარელი რამე ჩაიდინოს. უბრალოდ ვერ შეიძლება ეს ერთი. გამოვკითხე ყველაფერი რა იყო, როგორ იყო, რა მოხდა და
სიტყვა სიტყვით მოგიყვებით რაც მოვისმინე მე მასთან. ნუ ის რომ შეხვდა გაცილება თხოვეს, წამოვიდნენ გზაში მე საცხა რაღაცა ღელე იყო 7 კაცი ქვემოდან ამოვიდნენ შეხვდნენო და აი ამათმა აგვიყვანესო და ამ 7-დან ერთ-ერთმა ჩაიდინა ეს მკვლელობაო. ამ 7-დან ერთ-ერთი იყო, მე გამოვკითხე როგორი იყო ჩაცმულობა, რამე ხო არ გახსოვს ისეთი რა შეიძლება ნიშნები რამე. რაც მითხრა ეს იყო რა, ჩაცმულობა როცა ვკითხე, შავი შარვალი ესვაო, მახსოვსო და ბევრი ჯიბეები ჰქონდაო. მერე კისერზე ჰქონდაო ტატულირება მორიელის. უშუალოდ მკვლელს, რომელმაც უკვე ერთი იყო მკვლელი, სხვა დანარჩენები ეთყობა აზღვევდნენ, არ ვიცი რა საკეთებდნენ, მაგრამ ერთი იყო მკვლელი. ჯერ გაჩხრიკეს. რაღაცას ეძებნენო. მერეო ერთ-ერთმა დაიძახაო ბოდიში მსვენელთან, მაგრამ უნდა ვთქვა ისე როგორც მაგან უთხრა, როგორც მან მოისმინა, ნახე ფულისად ქონია ამბოს შენახული. ანუ ქალს ჩანთაში საცხა ქონიაო და იყო ძალიან ბევრი ფულიო. ძალიან ბევრი რამდენიმე მეთქი და 3 აი ასე პირდაპირ სიტყვით 3 პაჭკა იყო დოლარებისო. ანუ რამდენი 30000 გამოდის მაშინ, ხო? ხა კობაურისთვის ეს ძალიან დიდი ფული იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ და ყველასთვის და ისმის კითხვა რა უნდა და ხადასხევაში 30000. რა თქმა უნდა, ეხლა მეორე ვარიანტი კიდევ. მერე მეთქი როგორ იყო. აი ეს როცა რო დახოცეს ყველაო ასეო, მის მერეო მითხრესო რომ შენ უნდა იყო შენ თავზე მაგიოთო რომ შენ ოჯახსაცო იგივეს უზავდო და მეორე დავინახეო რომ ასე მოიქცენ და თან ბავშვი არ დაინდესო მეც შემეშინდაო და რა თქმა უნდა მაგათმა როგორც დამარიგეს ყველაფერს მაგას ვაკეთებდიო. თოფი გაწმინდეო და მაწმენდიებენ თოფსო მანერწყვიებდნენო თოფზე კიდევ ერთხელ ბოდიში მსვენელს და მაწმენდიებენ თოფსო და ისე როდესაც მკვლელობა გააკეთეს შემდეგ მაშინ იქვე იმ პერიოდში მერე კიდევ რაღაცები უკვე მკვლელობის იქით კიდევ რომ გააფრთხილეს, გაუშვეს რა თქმა უნდა, გააფრთხილეს და მე ვუთხარი რომ კი მაგრამ სად დაგიჭირეს მეთქი. და იქით ხორში ვიყავიო და იქ დავიჭირესო. მე რო დაგიჭირეს მეთქი, რამდენი ხანში დაგიჭირეს? მე-3 დღე იყო. ამ 3 დღეში მეთქი არ მოგივიდა აზრად რომ განგეცხადებია ვიღაცისთვის მოგეყოლა გეთქვა, გამოფრთხილესო რომ მომკლავდნენ. მერე კიდევ ერთ მთავარი რაც არის რომ ემზარებიძიაო პირდაპირაც ემომართა. რაღაცაო ასეთი რაღაც გავიგეო რომ თითქოს დაო ანალიზები მოვიდაო ამერიკიდან რომ მოდი კიდევ ერთხელ ბოდიში მსმენელთან რომ ჩემი სპერმა აღმოჩნდაო ანალიზებითო და ხო არსებობსო ექსპერტიზაო 20 წლის გავხდი უკეო და ქალთან არასოდეს არა ვარ ნამყოფიო და არ არსებობსო ექსპერტიზა რომ შემამოწმონო. მოკლედ ეს ყველაფერი რაც იყო მე რო გამოვედი რა თქმა უნდა ახლა ეს ჩემ თანაგუნდელებსაც მოვუყევი ვისაც ხვდებოდი არავის არ ჯერა აბსოლუტურად რომ მაგი აი მე მაქვს ახლა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს ველაპარაკე კილაძეს რომელიც რომ დარწმუნებული არის რომ ესაა მკვლელი ძალიან ბევრი ადამიანი და რა არის იცი რომ მე რო გამოცდილი არ მქონოდა ის რომ როგორი რაღაცები მომიწყვეს და ისე დადგეს სპექტაკლები რომ წარმოიდგინოთ რომ მთელი აჯანყება დამაბრალეს ადამიანს და მთელი ამბოხი და მთელი სასწაულები და მე ციხეში არავის არ უშვებდნენ ჩემთან და არ მქონდა საშუალება იმისი რომ ჩემი სიმართლე გამომეტანა ან რაღაცა მეყურებია ტელევიზიაზე ან გაზეთები წამეკითხა სადაც იწერებოდა სიმართლე ეს ყველაფერი რომ გამოვლილი ჰქონდა იმიტომაც ჰქონდა ესეთი უკმაყოფილება აი ამ ყველაფრის რომ დამეჯერებია ვერ ვიჯერებდი და დღეს მით უმეტეს ახლა მე ვერავინ ვერ დამაჯერებს მაგ საქმეში რომ ამ უბედური ოჯახის ამ საზარელი მკვლელობის ჩამდენი იყოს ჩვენი მოქალაქე აი ეს ბავშვი კობაური. აი თქვენ ომის მონაწილე ხართ და ძალიან კარგად იცით რომ რა ფსიქოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული ადამიანის განგმირვა, ანუ რომ მოკლა ადამიანს. კი ბატონო, რა თქმა უნდა. და ძალიან კარგად იცით რას ნიშნავს საბრძოლო იარაღი. ეხლა მე არ ველაპარაკები როგორც ემზარკვიციანს პარლამენტის წევრს. მე ველაპარაკები ემზარკვიციანს როგორც ომის მონაწილეს
იმ რეგიონის ხელმძღვანელს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე უნახავდით საქართველოს კოდორის ხეობას, მანამ სანამ არ მოხდა თქვენი იქიდან განრიდება და ღალატის ჩაბარება კოდორის ხეობის. ასე რომ თქვენ იყავით კონფლიქტის ზონის უმთავრესი მონაწილე, რომელიც იცავდა ქართულ ტერიტორიას და ქართულ ინტერესს, ამიტომ რომ სიკვდილი, გარდაცვალება და მათ შორის მრავალი იარაღის სახით ეს ჭრილობები თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს, ხო და მით უმეტეს ფსიქოლოგიური მომენტია. მე მინდა რომ მსმენელისთვის გამიმართოს. აი ბატონო ემზა, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ახალგაზრდა ბავშვმა ბიჭმა, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც აი უციგნურია სრულიად, ხო? კი. მოახდინოს ფილთათოფიდან, ნუ აბა რა დავარქვა, სანადირო თოფიდან, რომელიც ტოვებს, აი როგორ თქვა, მუჭის ხელა ნახროც ტოვებს, ჟაკანი ეს არ არის, ხო? საბრძოლო იარაღი, რომელიც ტყვის გულანა სულ სხვა იქნება, ხო? მოახდინოს ერთი ესეთი ვანდალური გასროლით მამაკაცის მოკლა, შემდეგ ბავშვის მცირეწლოვანი ეს ხო ფსიქოლოგიურად წარმოუდგენელია და შემდეგ გაუჩნდეს იმის სურვილი რომ ქალთან დაამყაროს სექსუალური ურთიერთობა ესეთი რაღაცა მე მივიჩნევ რომ უბრალოდ ფიზიოლოგიურად ვერ მოხერხდება ნორმალური ადამიანის ტანში და გუნებაში რა თქმა უნდა და ახლა როგორი მომენტია კიდევ მაგი აი ამ კვლევასთან დაკავშირებით კიდევ რაღაცა ეხან კი გამახსენდა და ისევ მომივარდა თავიდან მაგან რო თქვა ის თქვი უკვე რომ დატოლირება რო ქონდა ეს ვინც მკვლელობა ჩაიდინა იქცეოდა ძალიან ისე იმად რომ ცივსისხლიანად ძალიან ცივსისხლიანად იქცეოდა ხო გამახსენდა მე წაკითხული მაქვს მაგაზე არ მიკითხია სხვათა შორის წაკითხული მაქვს რომ მეცხვარეების ჩვენება რომ ბატკანს ვერ კლავდა ცხვარს ვერ კლავდა ეუბნებოდა რომ მოკლედ დაკლით ვერ დავკლავო თქვენ დაკალითო და მე გავატყავებო ანუ დაკულის ის პრობლემა ქონდა რომ ეცოდებოდა და დაკულს მე გავატყავებო და მოვხარშავო ხო ნუ ცოტა ისეთი მართლაც ძალიან ბუნდოვანი სიტუაცია მე კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვიხადო მაგრამ ხო იყო აი ესეთი ინფორმაციაც გაჟღერებული რომ მამაკაცთანაც იყო მონახული თავისივე კი ბატონო არ მინდა გამეორდე ხო ისე უხერხულია და მამაკაცის უკანატანში ნახეს მისივე სპერმა თავისივეო ანუ რაღაც შეცდომა მოხდა რა იმ ექსპერტიზის დროს რანაირად ნახეს ანუ აქ არის შესაძლებელი ის რომ შეიძლება უნდათ რომ ორივეს დაებრალებიათ რომ მამაკაცის გაუპატიურა ბავშვმა ან რაღაცა ხო და როდესაც ნახეს ქალში შესაძლებელი იყო ცოლ-ქმრის ყოფილიყო ეს ცოლ-ქმრის ყოფილიყო მაგრამ ორივე რო ისა რაღაც შეცდომა გაეპარა აშკარას ღაფრებს ყვებიან ეხლა მე მისი ადვოკატი მყავდა მოწვეული ვასო ძალიან კარგი ახალგაზრდა იურისტია ნუ უბრალოდ თქოდი რომ ჩამოყალიბებული იურისტია მაგრამ ახალგაზრდული ენთუზიაზმი აქვს და აი მაგან განმარტა ძალიან კარგად რომ იცით რა აი ესე თქვეს რომ აი ეს პარკუჭიო უბრალოდ ჩაგვეღვარაო მის ორგანოებშიო და ესო დანაშაულია თუნდაც ეს მომხდარიყო კარგად განმარტა თუნდაც ჩაურილიყო ეს არის სისულელი როგორ ხდება მან და მაინც ეს ძალიან მიკვირდა აი რა მინდა კიდე კითხო თქვენ მე მოვიძიე ინფორმაცია თუ რას ნიშნავს აი თქვენი გადმოცემიდან რაც თქვენ ესაუბრეთ ხა ესეთი საშუალება ყველას არ აქვს თქვენ პარლამენტის წევრი ხართ და ერთადერთი პარლამენტის წევრი ხართ ვინც ადგა და თავისი ნებით ამდენი იბრძოლა და შევიდა როცა ამხელა ბარიერად ხან ტყუილი ხან რა გეღობებოდეთ ხო მე მივესალმები ამას მე მოხარული ვარ ამითი რომ საზოგადოებას თქვენ აწვდით იმ ფაქტს რაზეც არავინ არ ლაპარაკობს და რაც არის დახურული ბევრისთვის და მე მოვიძიე ინფორმაცია თუ ვისეკეთა ეს ტატუირება და რა ხასიათის ტატუირება არის მორიელი ამას ძირითადად იკეთებდნენ რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც ბრძოლობდნენ ჩეჩნეთში და განსხვავება იყო თუ მორიელს ეგრეთ წოდებული ბრჭყალები ქონდა ქვევით, მაშინ მას ქონდა პერსონას, ვისაც ეს ეკეთა ტატუირება, მონაწილეობა მიღებული უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში, ხოლო თუ უბრალოდ ეკეთა და ეს ბრჭყალები ქონდა ზემოთ, მაშინ ეს ნიშნავდა იმას, რომ იქ იყო და საბრძოლო მოქმედებებში არ ქონდა მონაწილეობა მიღებული. ესეთი ტენდენციები რუსულ ჯარში არის და ამას ძიება ჭირდებოდა აი შარვალი, რომელსაც თქვენ ამბობთ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მრავალჯიბიანი შარვალი და ტაქტიკური შარვალი, სამხედრო შარვალი, ესეთი რაღაცეების გამოგონება 19 წლის ბიჭიდან ეს არ არის ის ზღაპარი, რომელსაც უციგნური კაცი გადაშლის და წაიკითხავს.
ამაზე უნდა ყოფილიყო კვლევა, მაგრამ მე მიჩნდება ესეთი ობიექტური შეხედულება, რომელიც ძალიან შეიძლება ახლოს იყოს რეალობასთან. რას აკეთებდა ეს ხალხი პირველ რიგში ჩვენთან, ეს ამერიკელები, ან რას საქმიანობდა? მე მინდა გკითხოთ თქვენ, როგორც უკვე პარლამენტის წევრს. დაგისვიათ ეს შეკითხვა, აი უშიშროების კომიტეტში თუ მოგზანდებიან ხოლმე, ანუ უშიშროების წარმომადგენლები, ან თავდაცვის წარმომადგენლები, იმიტომ აქ საზღვრის კვეთის პრობლემაც არის უკვე, რადგან ისინი ტერიტორიაზე შემოსული იყვნენ. ცხადი, აი თუ გაგჩენიათ ამის სურვილი, რომ როგორ არ გამჩენია, მაგრამ მოსმენილი მაქვს, მაგის რომ ესენი იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც დასახლდნენ აქა მარნეულში მგონი ხო და მე აი ხალხასხეობაში რომ უნდათ ეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები როგორ იყვნენ თუ ბიზნესმენები ხო ბიზნესმენები იყვნენ ასე ხო იძახიან დიახ ნუ ფაქტი არის რომ აქ არის რაღაცა ჩახლართულია სიტუაცია და ვფიქრობ რომ ეს ბავშვი არის აბსოლუტურად სხვადასხვა რა მითხრა ზეო მზარიბიძეო აქ ბევრად უკეთესად ვარ ვიდრე ბავშვი ვიყავი ბრავო საცუდაობა ბავშვია თუ შეიძლება გაგვიმეორეთ კიდევ ერთხელ რომ აქ უკეთესად გრძნობ თავს ვიდრე სხვაში ვიყავი ანუ ციხეში გულს რა თქმა უნდა ხო თუ შეიძლება ბატონო ემზარ თქვენის ნებართვის მე მინდა მიმართო ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ყველას თქვენ აი წარმოგიდგენიათ რა დონემდე მიიყვანეთ საზოგადოება ახალგაზრდა კაცი რომელსაც უსაზარლეს დალაშაულს ედავებიან ის კმაყოფილია მისი ბედით რომ თქვენ მას ციხეში მიეცით ბინა აჭმევთ ასმევთ მაინც სად მონახეთ ეგეთი გაჭირვებული საქართველოს მოქალაქე ვინ გირჩევთ ასეთ ლეგენდებს აი როგორ მიიჩნევთ თქვენ როდესაც ხელისუფლებები იცვლებიან მარადიული არავინ არ აეკიდა ხეოფსის პირამიდები დაიგნენ ეგვიპტეში როგორ ფიქრობთ როდესაც ეს ამის ჩამდენები მე მივიჩნევ ვინც ეს ამბავი გააყალბა და ასე მოგვაწოდა ის ჩამდენია თანამედროვე რა თქმა უნდა თანამონაწილე არის ეს ამბავი როდესაც შეიძლება არ ვიცი ვერაფერს ვერ გეტყვი ხელისუფლებები იცვლებიან მაგრამ უშროება იგივე რჩება და იგივე ცენტრიდან იმართება აი ეს მთელი ჩვენი უბედურება ჩვენი ქვეყნის და კიდევ მინდა ხაზი გაუსვა კიდევ რადგანაც დრო გვაქვს პაპიძის სიტუაციას მდგომარეობას მაგდა ხო პაპიძე დიახ მე ლაპარაკა მისით და იმითი სოციალური ქსელით ძალიან ცუდ დღეში იყო რომელიც რომ ათენებდა და აღამებდა სასაფლაოზე მისი დისშვილი საფლაოზე და სიძის ეს თავისი ქმარი და შვილი რომ მოკლა აი ამაზე მაქვს დიახ ეს ცნობილი ფაქტია რომელიც რომ აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ ქმარი არის სპეცნაზელი რომელიც მოვიდა და ჩვენ დღეს ეუბნება თავის სულს რომ მეო ისეთი რამე გამაკეთებიეს რომ მომკლავენო ისეთი ინფორმაციის მატარებელი ვარო გადის რამოდენიმე პერიოდი ამის მერე და ამას დასე უყვება მაგი დამიცის ამის შესახებ გადის ამის მერე რაღაცა პერიოდი და თითქოს და შვილი გაგუდა და ქმარი მოკლა ნუ ახლა ესეც აქაც ძალიან ბევრი კითხვებია რა თქმა უნდა მე მგონი ეს ქალბატონი პაპიძე მე მგონი შეიშალა კიდევაც თუ როგორ არის დღეს მდგომარეობა არ ვიცი ძალიან მინდა რომ მოვინახულო მაგის ცოტაშორის თუ ცოცხალია არ ვიცი ეხლა ცოცხალი არის თუ არა ძალიან საინტერესოა თუ გამოგვიტანთ იმ ინფორმაციას რა მოყვა მისმა მეუღლემ და ეთქვით ღია და ფართო ხო და ეხლა კიდევ ერთი ასეთი თემა სიანიტთან დაკავშირებით. ო, ეს ეკლესიის ბატალიონი. რა თქმა უნდა დამაინტერესა ამანაც, მე ხა თავისუფლად შემიძლია რომ ნებისმიერ დროს ავდგე და ვინახულო ჩვენი პატრიარქი და ვიფიქრე რომ შევალ ნახავ რასაც მომიყვება სიტყვა სიტყვით მე გამოვალ და მოუყვები პატრიარქს. დაუწერე განცხადება იქაც გაჭირდა ჩემი ნებართის მისცემა, სხვათა შორის მე და გიორგი ლომია ვიყავით ფრაქციის თავმჯდომარე, ორი დეპუტატი და რომ მივიღეთ ნებართვა, მივედით ციხეზე, მატროსულზე. რომ მივედით, შევედით შეგვიყვანეს შიგნით, სადაც უნდა დატო ტელეფონი ყველაფერი და გამოვიდა ციხის უფროსი და გვეუბნება რომ ძალიან დიდი ბოდიშტო, მაგრამ არ უნდა არავის ნახვაო და მოგცა მისი განცხადება. მაგრამ განცხადებაში წავიკითხე რომ 6 ადვოკატი არისო. მაგრამ 3 ადვოკატის გარდა მას არავის ნახვა არ უნდოდა.
და ეს გამოიყენეს, რომ ჩვენ არ შევეშვით მაგასთან სანახავად. არ შევხედროდით მაგას. ანუ რატომ დაგვიკეთეს კარები, რატომ ვის არ აწყობდა, რომ ჩვენ გვენახა მამა გიორგი. ვის არ აწყობდა, რომ მამა გიორგის მიერ მოყოლილი მთელი ეს ისტორია მე პატრიარქთან მიმეტანა. აი აქ არის ჩაიდინა თავის. რა თქმა უნდა, ვინც ეს ყველაფერი ეს რო ხელი შეკერილი ამბავია. შეკერილი არის და ეს რო ფაქტი არის, რომ ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ შიგნით საპატრიარქოში გაყოფილიყო ორად. საპატრიარქო აი წმინდა სინოდი გაეყო თორად, ყოფილიყო კონფლიქტი. აი იმისთვის იყო ჩემი აზრით, რა თქმა უნდა და ბურუსით მოცული ყოფილიყო. ამის მერე მე ამაზეც ვეკითხები ქალბატონ ლომჯარიას და ამას უყურებ თორმე ციხეში მამალაძე, გიორგი მამალაძე. და მომწერა წერილი და შეგიძლია გვითხრათ რა ეწერა? ეხლა ვეგეთქვით, რომ ბატონო მემზარ მე მსგავსი არაფერი დამიწერიაო, მე არასოდესო, ჩემთვის არავის არ უთქვია, რომ თქვენ გინდოდათ ჩემთან შეხვედრა, მე მზად ვარ ნებისმიერ დროს და გთხოვთ შემოდით და ვნახეთ. და ვინ იყო ციხის უფროსი უკაცრავად? არ მახსოვს სახელი და გვარი არ აი მახსოვს. უკაცრავად შეიძლება ერთ განცხადებას გავაკეთებ. იუსტიციის მინისტრს მოუწოდეთ, როცა შეისწავლოს გენერალური ინსპექციით ეს ფაქტი. თქვენ ფაქტიურად არა რიგით მოქალაქეებს, თქვენ პარლამენტის წევრებს აღუკვეთეთ ის პრივილეგირებული უფლება, რომელიც გარანტირებულია ხალხიდან. თეატრულ გიანს მოუწოდებ ამას და არავინ არ შეგარჩენთ თქვენ ასე მასხრად აგდებას იმისას, რასაც საზოგადოება ნათლად უყურებს. უნდა გწხვენოდეთ თქვენ. ამის მერე როგორი ის არის უბრალოდ რომ წერს რას. მე როცა ვნახე ტელევიზიით თქვენი გამოსვლა და თქვენი შეკითხვა რომ დაუსვითო სახალხო დამცველს, წერილობით მიუმართეო დირექციას. და დირექციამ წერილობით უპასუხა და ის წერილის გამომიგზავნა. ანუ დირექციამ უპასუხა რომ კვიციანს და ლომიას არ ქონდათ ნებართვა აღებული თავმჯდომარიდან. ამ დროს თავმჯდომარის ნებართვით ვიყავით რომელი თავმჯდომარიდან? იმისი პარლამენტის თავმჯდომარიდან. ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვა გჭირდება. აი ასეთი უკუღმართ ცხოვრებაში. ნუ არა, ეს ფაქტია. რატომ უნდა მჭირდებოდეს? აი შეხედეთ, რატომ უნდა ჭირდებოდეს დეპუტატს, რომელსაც სხვათა შორის პატიმრებიც აძლევენ გარკვეული რაღაც მუხლებით გასამართლებული პატიმრებიც აძლევენ ხმას, რატომ არ უნდა მქონდეს უფლება, რომ ერთჩვენერ დღეს მომივიდა წერილი, ითხოვს დახმარებას, უკანონობა ხდება მის მიმართ და ავდგე და შევიდე და მოვინახულო მოულოდნელად. რას აპირებთ ამ ფაქტთან დაკავშირებით რო რა უნდა გავაკეთო? მოთხოვნას აპირებთ? მოთხოვნა რამოდენიმეჯერ დავაყენე, მოთხოვნა რამოდენიმეჯერ ეს ოთხშაბათობით იყო მაშინ განცხადებების დღე გამოვდიოდი და ვეუბნებოდი რომ მოგვეცით საშუალება ეხლაც დღესაც რამდენი ადამიანი ითხოვს ჩემთან შეხვედრას და ვერ მივდივარ. იმიტომ რომ ხომ დავწერ განცხადებას არა თავმჯდომარის სახელზე. სანამ თავმჯდომარე მოაწერს ხელს და მივიღებ პასუხს, აგვიანებს. ამ დროს პასუხი რომ მომივა, უკვე მე არ მაქვს დრო. და ვერანაირად ვერ ვახვედრებ იმას, რომ მივიდე და მოვინახულო ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლებრივი უფლება და თავმჯდომარის გადაწყვეტილება. გასაგებია, მაგრამ მე სხვა დატვირთვა მაქვს. მე უკვე მე რო დავწერე რომ პარასკევს მინდა შევხვდე ხო პარასკევს არ მომივიდა ნებართვა მომივიდა ორ შაბათისთვის ან სამ შაბათის რომელიც ბიუროკრატიულ იმაში არის ძალიან ცუდი რეგლამენტი არის ძალიან თქვენ ამბობთ რომ ამას სპეციალურად აკეთებენ რომ ეს არის სპეციალურად გაკეთებული რა თქმა უნდა იმის გამო რომ ციხეებში რა ხდება ეს გარეთ არ გამოსულიყო ფიქრობ ეს ახალგაზრდა რეფორმატორები ეგრეთ წოდებული შევარდნაძის დროს რომ იყვნენ იმათი გაკეთებული არის ეს რეგლამენტი რა თქმა უნდა და იმათი რეგლამენტი არის ის რომ მე რაც მოხდა ციხეებში გახსოვთ თუ არავის არ შეეძლო შესვლა და მონახულება ხალხის ამიტომ წინასწარ თუნდაც ის მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ რეპრესიები რომელიც ჩაატარეს სააკაშვილის პერიოდში ამ რეპრესიების და ქონების ჩამორთმევამდე მოსახლეობის ქართველების მხედველობაში თუ მხოლოდ ქართველებს არ წვევდნენ ქონებას. წინასწარ მიიღეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი. პირველი და მეოთხე ნაწილი, რომელიც დღეს ბლოკავს ქონების უკან დაბრუნებას. და მე შევიტანე ახლა კანონ პროექტი შეტანილი მაქვს და გაჩერებულია განხილვაზე აღარ გამოდის. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი დაუბრუნდები მაინც უმთავრეს საკითხს. ვინ არის ამ ყველაფრის ავტორი? აი მაგალითად თქვენ ახსენეთ ჩვენ ვისაუბრეთ სამ მკვლელობაზე, რომელიც თითქმის ერთი ხელწერაა. ორი მკვლელობა და ერთი მკვლელობის მცდელობა.
სადაც ესე იგი თითქოს და დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ პარლამენტის წევრს, ომის მონაწილეს პოლიტიკური პატიმარი იყავით ხო ამ ქვეყანაში და როგორ გავიგოთ ეს არა გაქვთ იმის უფლება კონსტიტუციით მინიჭებული ამბავი გაატაროთ. აი როგორ ფიქრობთ თქვენ რა შეცვლის ამ ყველაფერს? აი შეხედეთ როგორი სიტუაცია. ხელწერაზე გეკითხებით, ეს ერთი ხელწერა არის. ერთი ხელწერა არის. ერთი ხელწერა არის და გეტყვით ახლა აი ისინი დევნილები ჩვენი შეიჭრნენ დირსის კორპუსებში, დირსის მიერ აშენებულ კორპუსებში. მივედი და მოვითხოვე ხალხთან შეხვედრა. ანუ შევა და ვნახავ რა მდგომარეობაში არის ხალხი. არ შემიშვეს. ამ დროს არანაირი უფლება არ აქვს, რომ პარლამენტარი არ შეუშვან. არ შემიშვეს, ეს არის ყველაფერი უმრავლესობიდან მოდის, ეს ყველაფერი ხელისუფლებიდან მოდის ეს ყველაფერი. ეხლა რომ თავმჯდომარე რომ იდგეს თავის დონეზე, თავმჯდომარემ ამის გამო უნდა მოთხოვოს პასუხი. და უნდა დაიბაროს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ რატომ არ შეუშვეს პარლამენტარი ხალხთან. მაგრამ არა გვაქვს სახელმწიფო, არ არის ეს სახელმწიფო, სადაც რომ თვითონ ხელისუფლება მართავს ამ სიტუაციებს. იმართება ჩვენი ქვეყანა რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ჩვენი ქვეყანა იმართება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ. და ამიტომაც არის, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს არ რაწყობთ, რომ ეროვნული ხალხი, პატრიოტი ხალხი თავისუფლად მოძრაობდეს და თავისუფლად შეეძლოთ მონახულება ციხეში პატიმრების, მონახულება გაჭირებული ხალხის და ამისი მერე რა თქმა უნდა სააშკაროზე გამოტანა. აი ეს არის მეტი კი არაფერი, შეზღუდული ვარ, ჩვენ არა ვართ თავისუფალი ქვეყანა, არანაირი დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ არა ვართ. აი იმიტომ ხდება ეს ყველაფერი და წეგან რო ეს მკვლელობებთან დაკავშირებით. რომელი მკვლელობა იყო, რომელიც რო 5 წუთში არ გახსნეს. სადაც არ ერია სპეცსამსახურები. მაგრამ რომელი მკვლელობა არის, რომ სპეცსამსახურებმა ჩაიდინეს და მე გავიდა 30 წელიწადი თუ რამდენი წელიწადი და რომელიმე გახსნილი იყო. რატომ არ არის გამოძიებული ჩვენი პირველი პრეზიდენტის მკვლელობა? იმიტომ რომ სპეცსამსახურები იყვნენ ჩარეული. რა თქმა უნდა უცხოური სპეცსამსახურები მათ შორის. რატომ არ არის გამოძიებული ხარზიანის მკვლელობა? იმიტომ რომ სპეცსამსახურები ურევია მაგ საქმეში და იმიტომ არ გამოიძეს და ვითომ ვიღაცა ჩეჩენი და ის ჩეჩენის ვისი ჩამოყვანილი იყო. რატო გაუშვეს ქვეყნიდან? აბა ყოფილიყო შემთხვევითი 5 წუთში იქნებოდა დაჭერილი. მაგრამ ეს ყველაფერი იწილება, ყველაფერი ხო ნათელია. ნათელია ყველაფერი, რომ ჩვენს ქვეყანაში სპეცსამსახურები საქართველოსზე და ქართველებზე არ მუშაობენ. შეიძლება იყოს იქ რაღაცა ჯგუფი, რომელსაც გულით კივათ ამასთან დაკავშირებით, იყვნენ ეროვნულები, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებენ. ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ძალაუფლება იმათ ხელშია. ბატონო ემზარ, უნდა განგიცხადოთ, რომ ამას წინათ ადგილს არ დავასახელებ. ორი ახალგაზრდა მომიახლოვდა და უკნიდან ყურში მითხრეს, რომ ჩვენო სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები ვართ და აი გიყურებთ რასაც საუბრობთ და 100%-ით გეთანხმებით და გამშორდნენ. წავიდე. რა თქმა უნდა არ გამოვყევით, არ დავინტერესდი, მაგრამ ფაქტი ერთია რა. თქვენ ახლა პარლამენტის წევრი ხართ, თავდაცვის მინისტრს უსმენდით პარლამენტში შეკითხვების დაუსვით მას და მე მინდა რომ ექსკლუზიურად მოგაწოდოთ თქვენ ახლა მე ვიცი ეს თქვენი სტილი არ არის და თქვენ ტრადიციული მორალის ადამიანი ხართ, მაგრამ ჩვენ ხო გვინდა რომ დემოკრატიული საზოგადოება ავაშენოთ. მართლა ხო გვინდა ეს? მე რა რომ ეს ასე არა. აი მაგალითად მე მიმაჩნია პირადად რომ ქვეყნის თავდაცვას, უსაფრთხოებას და უშიშროებას, ასევე შინაგან მიმართულებას არ ღვევს, როდესაც ეგრეთ წოდებული კლასიკური ნეპოტიზმი და ტანდემური ნეპოტიზმი. ეს დაახლოებით ისეთი რაღაცაა, რომ ტანკს ესროლო ტანდემური ჭურვი, რომელიც გახვრიტავს ჯავშან, შიგნით შეიტანს საბრძოლო მასალას და გასკდება და ააფეთქებს. ესია სახელმწიფოს. როდესაც თქვენი კოლეგის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილი უშიშროებაში მუშაობს ყველანაირი გამოცდილების გარეშე. როდესაც ლელა ჩიქოვანიშვილი, რომელსაც თქვენ პარლამენტში უსმენდით, მუშაობს უშიშროებაში. როდესაც ესეთი როგორ გითხრათ, რა ჯარმოუხდელი საზოგადოება მიდიან და თითქოს ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სინამდვილეში იღებენ იქ ხელფასებს. თავისთავად იბადება განცდა ვინ მართავს ამ უწყებას. ყველა ესეთი ხო არ არის არაპროფესიონალი. ვიღაცა არის პროფესიონალი, რომელიც მოქმედებს საზოგადოების და ერის ინტერესების წინააღმდეგ. ხო, მაგრამ ახლა მე არ მგონია რომ ეს მთელი ჩვენი უშიშროების პრობლემა ამაზე იდგეს ახლა ამ ორი ადამიანის თანამშრომლობაზე. არა, ორზე არა, ესეთი ძალიან ბევრია. პრობლემა არის ის, რომ თუნდაც საკუთარი შვილები ყავდეთ იქაც უყველას ხელისუფლებას თავარია რომ ისინი იყვნენ მომართული ეროვნულად.
თავარია ისინი თავის საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავდნენ და არა სხვაზე, ისე როგორც რომ ხდება ხოლმე პარლამენტში უცხოეთიდან შემოსული კანონპროექტები გადმოთარგმნილი ლიცინით გადიან, შეიძლება ითქვას ასე. და ჩვენი ქართული ეროვნული ხალხისაგან შეკვეთილი კანონპროექტები აგერ ახლა გუშინ ნახეთ რომ 26-მა კაცმა მისცა, 27 იყო, მაგრამ ერთმა უარი განაცხადა. 26-მა კაცმა მისცა ხმა ერის მიერ შეკვეთილი კანონპროექტს. აი ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ უცხოეთიდან იმართება პარლამენტი. ეს ნიშნავს რომ ღალატია. ეს არის მთელი უბედურება. ხომ შეიძლება რომ უცხოელებთან, უცხო ქვეყნებთან, მეგობარ ქვეყნებთან იმეგობრო და აკეთოს შენი ქვეყნის საქმე. და არა მათი საქმე, შენი ქვეყნის საქმე აკეთო. ასე იყო რუსეთის დროსაც, როცა რუსეთი გვაჯდა თავზე, ასე არის დღესაც და გამოსავალი ვერანაირად ვერ გვიპოვია. ვიყავით რუსეთის ქვეშ, ახლა ვძრებით ვიღაცის ქვეშ კიდევ და შემძრალი ვართ უკვე გამოძრომა არ ვიცი როდის მოხდება და მაპატიეთ ამ სიტყვების გულისთვის, მაგრამ მართლაც უბედურ დღეში ვართ. მახსოვს მე გოდორის ხეობის პერიოდში გუბერნატორი ვიყავი და ყოველთვის ხალხს უსვამდი რომ ჩვენ გვჭირდება შვეიცარიული მოდელი. როგორც შვეიცარია არის, შვეიცარიული მოდელი გვჭირდება რომ გოდორის ხეობაში ყველას იარაღი ქონდა თავის ოჯახში. აბსოლუტურად. განგაშის შემთხვევაში 2 საათში უკვე მთელი ყველა თუ კი ვინმე იყო შეარაღებული ვიკრიბებოდით თავის ადგილას. თავდაცვის უნარიანობა იყო ძალიან მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ძალიან ცოტანი. აბა გააკეთე შენ ახლა საქართველოში იგივე სისტემა, რაც შვეიცარიული მოდელით. აი თავდაცვითი სტრუქტურები იმათსავით ჩამოაყალიბე, იმათსავით ეს წვრთნები გააკეთე და იმათსავით ყველა ოჯახს მიეცი იარაღი და კონდეს სეიფში შენახული და ოჯახში კონდეს ყველაფერი და როდესაც განგაშს გამოაცხადებს, ყველამ თავისი მოვალეობა იცის, თავის დავალება იცის და თავისი საქმის კეთება. არ გჭირდება შენ არანაირი ტექნიკა, არანაირი თვითმფრინავები, არაფერი. იმიტომ რომ ისეთი მეზობლები გყავს, რომ ფართომასშტაბიანი ბრძოლას ყოველთვის წააგებ. ერთადერთი რაც მე მქონდა ადრე ლაპარაკი რომ ყველა თვითმფრინავი სამხედრო უნდა გაყიდო. გარდა იმისა, რომელიც გჭირდება გასაცილებლად, გამოსაცილებლად, რაც ჯართებში უდგათ, ყველაფერი უნდა გაყიდო, იყიდო სნაიპერული თოფები. მთელი მოსახლეობაში სნაიპერები უნდა ასწავლო, სნაიპერებს უნდა ასწავლო და დაიწყო მოლაპარაკება რუსეთთან. თუ არ წავიდა მოლაპარაკებაზე და არ გიბრუნებს შენს ტერიტორიებს, არც სალაპარაკოდ მიდიხარ, მაშინ უნდა იბრძოლო. დაიბრძოლო ისე როგორც ავღანეთში ბრძოლობდნენ უკანასკნელ სისხლისწვეთამდე. ისე ბრძოლობდნენ რომ წავიდოდა ერთი კაცი, ერთი სნაიპერი და 2 და 3 ბატალიონს შოკში აგდებდა. ხო, მაგრამ აი ესეთი რაღაცები უნდა ხდებოდეს. მაშინ უკვე მოიბრძოლო ღირსეული სიკვდილისთვისაც მზად უნდა იყო და ამათმა ღირსება არისია. არ გიტოვებენ გამოსავალს რომ ღირსეულად ჩვენმა ერმა იცის ღირსება, ერს უნდა გაძღოლა. უნდა გაუძღვეს ერს ვიღაცა იმისთვის რომ ეს ღირსება დავიბრუნოთ. აი ამიტომ არის ვერ იბრძოლები ღირსეულად, როცა უმაღლეს მთავარსარდალი გამყიდველი ყავს. უმაღლეს მთავარსარდალმა ყველა მეომარი, ყველა ნამდვილი მებრძოლი გაუშვა სახლებში და მოიყვანა იქ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეასრულებდნენ მის ბრძანებას. რატომ იყო რომ კოდორის ხეობა ჯერ გუბერნია ჯერ ბატალიონიც გააუქმეს, მიმართულება გააუქმეს, იმის მაგივრად რომ მე არ მოგწონ ვარ დანიშნეს სხვა, მაგრამ ნუ გააუქმებ. გუბერნია გააუქმეს, ვეუბნები რომ ნუ გააუქმებ გუბერნიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დაუქვემდებარეს. ანუ რას ნიშნავდა, მე ვეუბნებოდი, ადგილობრივი მოსახლე აირჩიეთ, ვინც გინდა თქვენ, ის არ დათმობს კოდორის ხეობას და თქვენ ახლა აბარებთ კოდორის ხეობას იმ ხალხს, რომლებმაც გაგრაც ჩააბარეს, ტოჩამჭირეთ ჩააბარეს, სოხუმით ჩააბარეს და წამოვიდნენ იქიდან, ერთი პარტიზანული ტყვი არ გაუსვრიათ. და ისინი იოლად მისცემენ იმასაც. ბატონო ემჟარ, მე როცა ვახსენე აქ თქვენი კოლეგის შვილები, თქვენ შეიძლება კი მე მესმის თქვენი მორალი, მე ეს იმიტომ კი არ ვახსენე. მე ვახსენე საზოგადო უმაღლესი მორალი. დამიტოვებ არჩევანს არ მინდა მაგაზე. არა, თქვენ არჩევანი როგორ შეიძლება გქონდეთ, როცა მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გეყოთ იმის ვალდებულება, რომ ამდღარიყავით და თქვენი შვილის ტოლა ადამიანი გენახათ ციხეში და არც ერთ მათგან სურვილი არ გაუჩნდა ამდღარიყო და ის ბიჭი გაჭირვებაში ენახა.
როცა ხარ პარლამენტის წევრი, როცა მხოლოდ შენ შვილებზე ზრუნავ, როცა სახელმწიფოს ანგრევ და როცა უყურებ და იცი სინამდვილე რა არის და არ იმსახურები სიმართლეს, ჩემთვის ესაა მიღებული და როგორ მორალზე ლაპარაკობთ ნებისმიერი თქვენგანი თუ თქვენ ამ პრინციპებს შინაგანად არ იცავთ და რა ეროვნულ ღირსებაზეა საუბარი. აი მე მაგალითად ახლა მიტომ მიველდება თქვენთან საუბარი, რომ ოფიცერი ხართ და პოლკოვნიკი კაცი ხართ, ნაომარი ადამიანი ხართ და ყველაფრის მიღმა ჩვენ მაინც სამხედროები ვართ და ეს თემა იოლდება ჩვენში სასაუბროთ, მაგრამ იცით რა არის? როცა თავდაცვის მინისტრი უზარმაზარ სასახლეებს იშენებს, როცა არის კიდე იქ თქვენი ბევრი კოლეგები და 1-2 სიტყვის თქვენ, აი მე ვიცი რომ თქვენ საერთოდ ადექით და წამოდით თავდაცვის და უშიშროების კომიტეტიდან და კრიტიკა უკაცრავად და ეპაზორებად, როცა ჯარში მეჩეთები გახსნეს და კაცი შვილმახმა არ აიღო თავისთავად ამაზე, როცა ერი შიგნიდან გაფილტრულია ეროვნული ღირებულებები და რომელ ეროვნულ ღირსებაზე და თავდაცვის უნარიანობა. ნუ მან ახლა მაშინ მახსოვს მე რომ როგორ გააყალბეს არჩევნებიც საგარეჯოს არჩევნები 2000 ჯარიდან გააყალბეს ყველას ახსოვს დავით თევზაძის პოსტი სამარცხენო თემა იყო აბსოლუტურად ძალიან ცუდია რომ არჩევნებში ჯარი ერევა გაყალბებით ესაც ცუდი თორე ისე როგორ არ უნდა ერეოდეს უნდა მისცეს ეს გააკეთა თინახი და შერმა ყველას უნდა გვახსოვდეს მე კიდევ ერთი რაღაცა მინდა რომ იმასთან დაკავშირებით რო თქვით ეხლა რომ ჩემს გარდა არავის არ მოუნდა მონახულება შენ რო იცოდე რომ იმიტომაც არ მოუნდათ მონახულება რომ ზედმეტად ჯერათ ჩვენი სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების ჯერათ თუ ეშინიათ ნუ ეს არ ვიცი შეიძლება ეშინიათ შეიძლება ჯერათ არიან ადამიანები რომლებიც რომ ეხლა ფაქტია რომ არჩევნები არ ტარდება ჩვენს ქვეყანაში სამართლიანად და იმიტომაც არის რომ სუსი უწერს რა ქვია მაგას პროცენტებს და ამიტომ სუსი რასაც ეწყვის იმას აკეთებენ ხო სია და როდესაც ხალხის მიერ იქნება არჩეული და ხალხის მიერ იქნება შემდეგ არჩევნებზეც არჩეული იცის რომ ხალხმა უნდა მისცეს ხმა და ამით მოვა ხელისუფლებაში ის უკვე ხალხს მოусმენს ხალხს დაუჯერებს და არასურს აი ამიტომ ვითხოვ და ვითხოვთ ჩვენ და ჩვენი გუნდი რომ არჩევნები საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს აუცილებლად და საარჩევნო გარემო უნდა გამოსწორდეს იმისთვის რომ საქართველოში ცხოვრებაც გამოსწორდეს მე ძალიან დიდი მადლობა უნდა მოგიხადოთ თქვენ რომ ესე მოგზავნით აგვესწარით ჩვენი ეთერი თქვენთვის ყოველთვის ღია შეიძლება ითქვას ეს გადაცემა ემსახურება თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს ხშირად ვქადაგებთ აქედან ამ დახურულ ფორმატს იმიტომ დღეს ამაზე არავინ არ ლაპარაკობს საზოგადოებრივ მაუწყებელში საერთოდ დუმილია ხო უკაცრავად ერთი ის მინდა გავაკეთო მე წეღან გუშინ არ მქონდა საშუალება რომ მომესმინა თავდაცვის მინისტრისთვის პასუხები რომ იმეღო მე კითხვები და უსვი ბატონ მინისტრს და დღეს ჩქარჩქარა გადავახვიე და ერთი მომენტი დავიჭირე რომ ანუ პასუხებს გავცემ იმათ ვინც დარბაზში ზისო და ბატონ მინისტრს მინდა აქედან უთხრა რომ დარბაზში როცა ვზივარ და ვინც იქ არის და ის იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ დატოვეს პარლამენტი და წავიდნენ ისინი ზიან ტელევიზორებთან და გისმენენ და ამიტომ ყოველთვის ერთ-ერთი რომც არ ისდნენ და არ გისმენენ ეს ხალხს აინტერესებს ეს მე დაგისვით კითხვები იმიტომ რომ თქვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობოების კითხვები დაგისვით თქვენ უნდა გაგეცათ პასუხი მაგ კითხვებზე და ეს დანარჩენ მოქალაქეებსაც აინტერესებთ და ამიტომ ვფიქრობ რომ ცდარი იყო ეს აზრი რომ დარბაზში ვინც ის იმათ მარტო გავცემ პასუხსო ამიტომ ჯერ ერთი დარბაზში არის ძალიან ცუდი აკუსტიკა და ამიტომ ხშირად მივდივარ კაბინეტში და ტელევიზორში ისმის ძალიან კარგად და ხშირად ასე ხდება ხოლმე მიუხედავად ესა სამწუხაროდ მე გუშინ რაღაცა ისეთი შეხვედრა მქონდა უნდა გავსულიყავი აუცილებლად და ვიფიქრე გადავახვევ მე დღეს გადავახვიე ნეონელა უბრალოდ დროში ვერ ჩავეტია ალბათ მაინც ვიტოვები მეც რომ გამეცით პასუხი ჩემ კითხვებზე მაგრამ რო წავალ ახლა გაუცილებლად კიდევ არა ეჭვმეპარება რომ მე მგონი პასუხის გარეშე დამტოვეთ აი მე შემიძლია მის მაგივრად ვერ გიპასუხებთ მაგრამ ზოგადად გითხრათ რომ როცა ადამიანს საპასუხო არაფერი არ აქვს მაშინ დუმილი თანხმობის ნიშანია და მე ახლა ბატონო ემზარ ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა თვითმიზანი კი არ იყო ესა დემოკრატიული ბრძოლის ერთადერთი გზაა თორე სხვა ბრძოლა ჩვენ უკეთესად გვეხერხება ცნობისთვის ისე ბატონო ლევან მე მესმის თქვენი ღირსებების შესახებ მაგრამ მაინც და
მე ვიტყოდი ამას, რომ ახლა გადაცემას რომ დავამთავრებ, უნდა წავიდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ქვედანაყოფში, ესაა პოლიციის განყოფილება, სადაც დაბარებული ვარ, ვინაიდან მთელი 3 საათის განმავლობაში დაგვყვებოდა მანქანა, ახორციელებდა ოპერატიულ თვალთვალს, ხოლო შემდეგ როცა ხვდებოდით თქვენ, გააჩერა მანქანამ და მიზანმიმართულად იქ მიდის, ამას თვითმხილველები, მოწმეები არიან რამდენიმე ადამიანები შეიარაღებული გამომეკიდა ზურგში. იმის შემდეგ, რაც ამ ადამიანს დაედევნა ჩემი ახლობლები, უკვე მან შეიცვალა მიმართულება და წავიდა. არაფერი არ მიკვირს, ვერაფრით ვერ გამაკვირვებთ, ყველაზე მეტად შიშის ფორმატი გვაქვს, საერთოდ ვერ გრძნობთ. არიან ადამიანები, ვინც ამ გრძნობას გადასცდა და მე მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ იზრუნეთ საკუთარ მოქალაქეებზე, ნუ გამოიყენებთ შეიარაღებულ ძალებს პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც არაერთხელ გაგიკეთებიათ და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ხდება, რა იცით, აი როგორც ინფარქტი ხორციელდება, ეს არ ხდება გულის გახეთქვა უცებ. ეს ხდება პატარ-პატარა ტკივილებით. საზოგადოება უკვე მივიდა იქამდე, რომ ამ პატარა-პატარა ტკივილებით ავსებულია აი აქამდე და კისრამდე გულისხმობ ამას და განვითარდება დიდი ინფარქტი და დადგება ქართველიერი ფეხზე, ხოლო როცა დადგება ქართველიერი ფეხზე, მე ვის ინტერესი როგორ წავა, ამას უკვე გადაწყვეტს თვითონ ხალხი. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ მოგზაურობთ თქვენ და გაეცით ამ საზოგადოებრივი ინტერესი ანონსი კობაურთან დაკავშირებით და მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი ახალგაზრდის ბედით, სხვათა შორის დედა ყავს მაგას მარტო 4 თუ 5 შვილი არიან და მართლაც ძალიან დიდი ცოდვა დაედება ჩვენს ქვეყანას, რომ მაგი არ იყოს ამის გამკეთებელი და ის ციხეში იჯდეს. დედის ცოდვა დაედება და მე აქედან საზოგადო პროტესტი არასდროს არ შეწყდება. გმადლობთ ყურადღებისთვის, გაიხარეთ.